მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერი მშვიდობიან კვირას გისურვებთ. ეს არის გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე. მე კი მისი წამყვანი და პროდიუსერი თამარ სქიტიშვილი ვარ. წმინდა დედოფალი თეოდორა, ხატთაყვანისცემის აღმდგენელი და უდიდესი ქრისტიანული მოღვაწე. ქრისტიანულ სამყაროში მანდილოსანს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ქალები ხშირად სახელმწიფოს ბედს განკარგავდნენ და ქვეყანას თავიანთი გამჭრიახობით უამრავი განსაცდელისგან იხსნიდნენ ხოლმე. ბიზანტიაში განსაკუთრებით არისტოკრატულ წრეებში, სახელმწიფო საქმეებში მამაკაცების გვერდით ქალებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ბიზანტიის იმპერიაში ცნობილია მრავალი ღირსეული ქალი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანა. ერთ-ერთი მათგანია მე-9 საუკუნის მოღვაწე, დედოფალი თეოდორა, იმპერატორ თეოფილეს მეუღლე. დედოფალს მოღვაწეობა იმ დროს მოუხდა, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. ეს ერესი მძვინვარებდა მთელი საუკუნის განმავლობაში. და როგორც ცნობილია, მე-4, მე-7 საუკუნეებში წარმოქმნილი ყველა ერესი და ჩამოთვალოთ ეს ერესები, როგორც იყო მაგალითად მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ნესტორიანელობა, ეს ერესებიც ძირშივე ეწინააღმდეგებიან ხატთაყვანისცემას. წმინდა ხატებს ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოგრძალებით თაყვანს სცემდა და თაყვანს სცემს დღესაც. მართლმადიდებლური სწავლებით, როცა ადამიანი სცემს თაყვანს ხატს, მისი თაყვანისცემა გადადის პირველ სახეზე. გადადის იმაზე, ვინც არის ასე ვთქვათ გამოხატული ამ ხატზე. ანუ ჩვენ მართლმადიდებლები არ ვცემთ რა თქმა უნდა თაყვანს არც საღებავს, არც ფიცარს, რომელზეც არის გამოსახული ხატი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოიდგინოთ ის, რომ ჩვენ როგორც კერპს ისე ვცემთ თაყვანს ხატს. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს იმის ალბათობა, რომ სულიერ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა ხატს მართლაც არასწორად ეს თაყვანი. აი მისაც არის ხატთაყვანისცემა, შეიძლება მართლაც ადამიანმა ასე ვთქვათ უმეცრების გამო ვერ გაიაზროს მისი მნიშვნელობა, ვერ გაიაზროს მისი აზრი, მისი არცი და გააღმერთოს კიდეც. ასეთი რაღაცა შეიძლება, მაგრამ როგორც ეკლესია, ასევე საეკლესიო მამები ასეთ შემთხვევებს არასდროს არ ტოვებენ უყურადღებოდ და ყოველთვის სრულწმენის წინააღმდეგ ხმას უსათუოდ იმაღლებენ. ეს სრულწმენა, ეს ცოდვაა რა თქმა უნდა. არ შეიძლება ხატთაყვანისცემა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ძველ აღთქმაში აღწერული იყო ხატების თაყვანისცემა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა გამოსახვა ღმერთის არანაირი ფორმით, იმიტომ რომ ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით ებრაელი ერი როგორ იყო მიდრეკილი კერპთაყვანისმცემლობისაკენ. და ამიტომაც ეწერა ძველი აღთქმის კანონებში, რომ არ შეიძლებოდა ღმერთის გამოსახვა არანაირად. მაგრამ მას შემდეგ რაც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, უკვე ჩვენ უკვე ვიცით როგორია ღმერთი, როგორი იყო. გამოჩნდა უკვე ხორცით, ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეგვიძლია მას თაყვანი ვცეთ. ხატზე გამოსახულ წმინდანს თაყვანი არ უნდა ვცეთ როგორც ღმერთს, რა თქმა უნდა ისე. აი რატომ ვცემთ თაყვანს ჩვენ ადამიანები ხატზე გამოსახულ წმინდანებს? იმიტომ ვცემთ თაყვანს, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებმა გაკვალეს, გაკაფეს გზაუპისკენ მიმავალი, სასუფეველისკენ მიმავალი. ამიტომ ჩვენ ვემოწაფებით მათ. და ამიტომაც ვცემთ წმინდანებს, წმინდა ხატებს თაყვანს. ხოლო რა თქმა უნდა, უფლის ხატს, ქრისტეს ხატს განსხვავებული პატივი მიეგება, ჩვენ მას თაყვანს ვცემთ როგორც უფალს და წმინდანების ხატებს რა თქმა უნდა სხვა პატივი მიეგება, ხო? ესე იგი, გარდა ამისა, ხატთაყვანისცემა არის ქადაგება ჩვენი სარწმუნოების ამოხსნებად, იმიტომ რომ აზარმოგეთ, როცა ადამიანი შედიოდა ტაძარში და ტაძარში ათვალიერებდა ასე ვთქვათ ეპიზოდებს, რომელიც გაცოცხლებული იყო ხაწერის ნიმუშებით, ძველი და ახალი აღთქმის ეპიზოდებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ქადაგება, ეს ფაქტობრივად სახარება იყო იგივე დაწერილი. ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ხატებს ხატავენ, რომ ხატებს წერენ. ეს იგივე დაწერილი სახარება, რომელსაც მარტივად აღითქმობს ადამიანის გული, ადამიანის სული. ხატმებრძოლეობა მე-8 საუკუნეში იმპერატორ ლეონ მე-3-ის დროს წარმოიშვა და საუკუნეზე მეთხას გაგრძელდა. დევნის წლებში უამრავი ხატი განადგურდა. ტაძრებში ფრესკებს შლიდნენ და მათ ნაცვლად ნადირობის სცენებს ხატავდნენ. იმპერატორ ლეონ ისავრიელი მიიჩნევდა, რომ ხატების თაყვანისცემა კერპთაყვანისცემას ნიშნავდა. ამ დროს იყო პატრიარქი გერმანე კონსტანტინე პოლელი. პატრიარქმა გერმანემ იმპერატორს, ასე ვთქვათ, განუმარტა
თუ რა იყო ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლებდნენ და ვერანაირად და მაშინ წმინდა გერმანემ ხმამაღლა განაცხადა, რომ არც მეფეს და არც პატრიარქს ეკლესიის ადრწესების შესვლის უფლება არ აქვთ. და ესე იგი მე ამ უსჯულო საქმეში მონაწილეობას არ მევიღებ, ამას სიკვდილს ვამჯობინებო, მაგრამ ლეონზე ვერ მოახდინა გავლენა ვერც პატრიარქის განცხადებამ, ვერც რომის პაპის ასე ვთქვათ პროტესტმა და 730 წლის 17 იანვარს სვინგლიტის სხდომაზე იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატია შესთავაზა, რომ ხელი მოეწერათ ბრძანებისათვის, რომლითაც იკრძალებოდა უკვე ხატთაყვანისცემა. არა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თქო უნდა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ამის გამო იგი ტახტიდან გადააყენეს და მის ნაცვლად ხატმებრძოლი ანასტასი დასვეს. ლეონ მესამეს გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა კონსტანტინე კოპრონიმი, რომელმაც ხატების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად გაამძაფრა. ბიზანტიის იმპერიის ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, ფრესკები თუ ხატები სწორედ მის დროს განადგურდა. კონსტანტინე კოპრონიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ლეონ მეოთხე, ახალი იმპერატორიც რა თქმა უნდა ხატმებრძოლი იყო, მაგრამ ისეთი ფანატიკოსი არ იყო, როგორც ჩანს, როგორც მამა. ლეონ მეოთხე მხოლოდ 5 წელი მეფა და მისი გარდაცვალების შემდეგ ცილისწლოვან ვაჟთან ერთად, კონსტანტინესთან ერთად ტახტზე ლეონ მეოთხის თანამეცხედრე ირინე დე-ოფალი აბრძანდა და მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ ყოველგვარი ძალადობის გარეშე უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ესე იგი ირინე დე-ოფალმა წინანდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომლებსაც ასევე უარყოფდნენ მწვალებლები, რომლის მნიშვნელობას რა თქმა უნდა აკნინებდნენ და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ხატთაყვანისცემის საბოლოო აღდგენისათვის მოწვეული იქნა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც 787-24 სექტემბერს გაიხსნა და ხატმებრძოლთა სრულ სწავლება დაიგმო და დაასკვნეს, რომ ესე იგი ეს ერესი თავის თავში მოიცავდა მანამდე არსებულ ყველა ცდომილობას და ყველა მწვალებლობას იმეორებდა, რომელიც კი მანამდე არსებობდა. ესე როცა იმპერია სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, დაიწყო აღდგენა ხატმებრძოლობის ერესმა. ანუ ყოველდღიურად მიმართა ლეონ სომეხმა, რომ აღედგინა ეს ხატმებრძოლობა და თან ისიც სათქმელია, რომ პროვინციებში ხატმებრძოლობა მაინც ძლიერი იყო და იმპერიაში როცა იმპერატორები გახდათ ლეონ სომეხი, მიხეილი და თეოფილე, აი ამ დროს განუწყვეტლი ინგრეოდა მონასტრები, უდაბნო სენაკები, ირბეოდა და შეურაცხყოფდნენ წმინდა ხატებს. ხატმებრძოლობის წინააღმდეგ იმპერატორ თეოფილეს მეუღლემ დედოფალმა თეოდორამ გაილაშქრა. თეოდორა წარმოშობით პაფლაგონიიდან იყო. მშობლები ასულს ღვთის სიყვარულსა და ხატების თაყვანისცემას სიყრმიდანვე ასწავლიდნენ. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდა. სწორედ აქ გაიცნო თეოდორამ მომავალი მეუღლე, რომელიც ქალწულის სილამაზით მოიხიბლა და რამდენიმე ხანში ცოლადაც შეირთო. ცოლ-ქმარს 5 ქალიშვილი და 2 ვაჟი შეეძინა. მეუღლის ხატებისადმი სიზულვილის მიუხედავად, წმინდა დედოფალს მათი თაყვანისცემა არასოდეს შეუწყვეტია. იმ დროს, როცა მთელს იმპერიაში ხატთაყვანისცემლებს დევნიდნენ, იგი ერთგული რჩებოდა ხატთაყვანისცემისა და ფარულად თაყვანისცემდა ხატებს, რომელიც ჰქონდა თავის ოთახში გადამალული. და თეოფილეს ერთი დასახიჩრებული კარის მასხარა ყავდა, რომელსაც ერქვა დენდრისი და რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო. და ერთხელ ის დედოფლის საბრძანებელში შევიდა და დაინახა, რომ თეოდორა ხატებს იამბორებოდა და თვალებზე იდებდა. და მასხარამ კითხა, ეს რა არისო დედოფალმა უპასუხა, ჩემი საყვარელი თოჯინებიაო. და შემდეგ დენდრისი მეფესთან გაიქცა, რომელიც ამ დროს დიდებულებთან იჯდა და ქეიფობდა და უთხრა, რომ დედიკოსთან ვიყავიო და ვნახეო, რომ ბალისის ქვეშო ისო თოჯინებს როგორ იღებს და კოცნისო. და მეფე მიხვდა ყველაფერს, შერისხა დედოფალი, მას ხატთაყვანისცემაში დასდო ბრალი. დაახლოებით ამგვარი რამ შეერთვა წმინდა თეოდორას დედას, თეოქტისტას, თეოდორას 5 ქალიშვილი ჰყავდა და აი ეს ქალიშვილები, თეოდორას ქალიშვილები სწავლობდნენ ბებიას ხშირად ხოლმე და ბებია მათ უნერგავდა სიყვარულს ხატთაყვანისცემისას. და იმპერატორმა უმცროს გოგონას, თავის უმცროს გოგონას, გულუბრყვილო პულხერიას კითხა, რომ აი ბებია როგორ გიმასპინძლებათ, როგორ გექცევათო, როცა მასთან მიდიხართო და ამ ბავშვმა უპასუხა გულწრფელად, რომ მას ყველაფერი აქვს, კივშიო, ტკბილეულიო, ხილიო და ხატებიც აქვს და ხატებსაც ვიამბორებითო და მეფე ამაზე განრისხდა და ბებიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ბრძანა ამ ბავშვებისაგან და აუკრძალა ბათან სტუმრობა.
12 წლის შემდეგ იმპერატორი თეოფილე სასიკვდილოდ დასნეულდა და ტკივილებისგან საშინლად იტანჯებოდა. წმინდა თეოდორამ ძილში ანგელოზებით გარშემორტყმული ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი იხილა. ანგელოზები იმპერატორს შოლტავდნენ და ტუქსავდნენ. ამ დროს სნეულმა მმართველმა ყვერილი დაიწყო მეუბედურ წმინდა ხატების გამომცემენო. დედოფალმა გაიღვიძა და მეუღლეს ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ხატი მიუტანა. იმპერატორი წმინდა ხატზე ამბორა და მაშინვე მიიცვალა. შეინიშნა თუ არა ჭეშმარიტად იმპერატორმა ამის შესახებ სხვადასხვაობა არსებობს, არ ვიცი ზუსტად შეინიშნა თუ არა. ცნობილია ეს მომენტი, რომ მან სიკვდილის წინ დაიბარა, რომ საეკლესიო პოლიტიკა არ შეცვალოთ. რომ შეენანებინა, ამას არ იტყოდაო, ხო? ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეუნანებია მას, თქვათ არგუმენტად მისი ეს ბოლო სიტყვები მოვაუთ. დედოფალმა თეოდორამ მოიწვია კრება, რომელმაც გადააყენა ამ დროს პატრიარქი იოანე და ტახტზე აიყვანა წმინდა მეთოდი აღმსარებელი, გადმოცემის თანახმად ამ დროს ღვთისმა ესაია იოანე კედიც უთხრა. ასეთი რაღაცა, ორი იმდროინდელი ცნობილი მოღვაწეები არიან, რო თქვა უფალმა, აი მოახლოვდა ჩემი ხატის მტრების აღსასრული, ამიტომ წადი დედოფალთან, თეოდორასთან და პატრიარქ მეთოდეს უთხარი, რომ განკვეთოს ყველა უწმინდური და მე ანგელოზებთან ერთად ქების მსხვერპლის შემომწირონ ჩემი ხატებით და ჯვრის თაყვანისცემითო და ეს ამბები მამებმა შეატყობინეს პატრიარქ მეთოდეს და მან კი დედოფალმა ამოიღო კისერზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის ხატი და ეამბორა მას და წარმოთქვა, რომ დაევინც არ ეთაყვანება მათ პირველ ხატის სიყვარულისათვის. არა როგორც ღმერთებს, არამედ ხატებს განკვეთილი იყვნენ ისინი ეკლესიიდან, როგორც ჩანს, აი მაშინაც იყო თქვათ საუბარი მის თაობაზე და რამდენად სწორად იაზრებდნენ ადამიანები ხატს, იმას რომ ხატს ჩვენ არ უნდა ვეთაყვანოთ როგორც ღმერთს, არამედ როგორც მასზე გამოხატს ხატს, რომლის თაყვანისცემა გადადის პირველ სახეზე. თეოფილე იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მიქაელი ჯერ ყრმა იყო. ამიტომ კეთილმსახურმა დედოფალმა თეოდორამ ვაჟის მაგივრად იმპერიის მმართველობა იტვირთა. მას ხელს ვეღარავინ შეუშლიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენაში. დედოფალმა თეოდორამ ახლად ნაკურთხ პატრიარქ მეთოდესთან ერთად მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ყველა ერეტიკოსი განკვეთა. კრება მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება დაამტკიცა და ხატ თაყვანისცემა ოფიციალურად აღადგინა. ქრისტეს ყველა აღმსარებელი გადასახლებიდან დააბრუნეს. დიდი მარხვის პირველ კვირას ხატების თაყვანისცემისთვის დასჯილი ყველა ნაწამების სასულიერო პირი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. პროცესია, რომელსაც წინ დედოფალი თეოდორა და პატრიარქი მიუძღოდნენ, ვლაქერნის ტაძრიდან წმინდა სოფიას ტაძარში მივიდა. ქალაქის ქუჩები ხალხს ვერ იტევდა. ხატ თაყვანისცემის აღდგენას ყველა ერთად სიხარულით ზეიმობდა. ამ დღის შემდეგ დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ერესზე გამარჯვებას აღნიშნავს. ამ დღესასწაულს მართლმადიდებლობის ზეიმი ეწოდება. თეოდორას 8 წლიდან გამომდინარე უკვე მშვიდობიანი პერიოდი დადგა ეკლესიაში აღდგა ხატ თაყვანისცემა, მაგრამ თვით აი დედოფლის გარშემო მის ოჯახში არ იყო მშვიდობა. ესე იგი ახალგაზრდა უფლისწულმა მიქაელ მესამემ, რომელიც სავარაუდოდ ბიძის გავლენას განიცდიდა, ეს რაღაცა გააკეთა 856 წელს ტახტიდან ჩამოაგდო დედა და წმინდა თეოდორა და თავის 4 დასთან ერთად კონსტანტინოპოლის ციხეში გამოკეტა ისინი. და ეს ის მიქაელ მესამე იყო, რომელსაც თავაშვებული ცხოვრების გამო ლოთიში ერქვეს და რომელიც სასახლეში ორგიებს მართავდა და თეოდორა დედოფალი მარხვაცი ლოჩვაში ატარებდა დროს და 867 წელს აღესრულა. აი 8 წლმოსილი დედოფალი და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წმინდა თეოდორას უხრწნელი სხეული წმინდა სპირიდონის ნაწილებთან ერთად კუნძულ კორფუზე გადაასვენეს და დღემდე საგათერო ტაძარში არის დასვენებული. და რაც შეეხება წმინდა თეოდორას თოჯინებს, ანუ რა თქმა უნდა წმინდა ხატებს, რომლის შესახებიც ყოველთვის ლოცულობდა, ორი მათგანი ვატოპედის მონასტრის ტაძრის საკურთხეველშია დასვენებული და მესამე არის წმინდა პავლეს მონასტერში. დედოფალ თეოდორას გარდაცვალების შესახებ განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. სხვა საეკლესიო წყაროს მიხედვით წმინდა დედოფალმა სიცოცხლის უკანასკნელი 8 წელი გასტრიის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა. 867 წელს კი აქვე აღესრულა. მართლმადიდებელი ეკლესია ხატ თაყვანისცემის აღმდგენელს წმინდა თეოდორა დედოფალს ძველი სტილით 11, ახალი სტილით კი 24 თებერვალს მოიხსენიებს.
ქრისტიანული ოჯახი, ქრისტიანობის უდიდესი ნავსაყუდელი. მე დავიბადე სახლში, გამაჩინა დედამ მარტო. და არ ვიცი, 3 თვისაც წამიყვანეს თუშეთში. 3 თვის სამღამეს კავკასიონზე დამაძინეს. იმიტომ რომ ერთ დღეში ვერ ჩახვალდა, მეცხვარეებს რო გახვევი, უნდა ნელ-ნელა გადახვიდე იმათთან ერთად და უნდა შეგწივდეს, დაგაწვიმოს, დაგსეტყოს, დაგათოვოს და ამას უნდა გაუძლო. მამისგან მახსოვდა დილით რო იღვიძებდა, როცა ცხრიდან მოვიდო და იგი იშვიათად ხდებოდა. წელიწადში 1-2 ჯერ რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო, მეცხვარე კაცი იყო და იცი რა მიკვირდა, პატარას, ძალიან პატარას მიკვირდა, დილის წირვის მადლი შეგვეწიოსო. ამბობდა დილით, როცა დგებოდა და დედა არ დაიძინებდა ისე. მახსოვს ჩურჩულით იმისი საუბარი თუშურად. ღმერთო, უშველევ ჩვენ ქვეყანასაო. ყველა თუშველევ, ყველა ოჯახებსაო, ბალღებსაო, დიდსად წვრილსაო. ჯერ იმათ უშველევოდ, მე მრჩემ ოჯახსაო. ანუ სულ მიკვირდა რომ იმათ და ვინ იყვნენ ის იმათები, მე მართლა აი ვერ ხვდებოდი რომ ჯერ პირველ რიგში რატო არ ამბობდა პატარა ვფიქრობდი მართლა რომ რატო არ ამბობდა ჯერ ჩვენს ბავშვს, ჩემს შვილებს, ჩემ ოჯახს, ჯერ იმათო, ყველასო, ჩემ ქვეყანასო, მე მრჩემ ოჯახსა, ჩემ ბალღებსა. ნათლიმცემლის თავკვეთის ეკლესია გვაქვს თუშებს და 9 კარა და სამების და მე სამებაში ვარ მონათლული მაგალითად, ალვანის სამებაში. და იქ იმ ეკლესიას ღამის თევებით, აღდგომებზე გამითენებია რამდენი ღამე აღდგომას ეკლესიაში სანთლების შუქზე. მთელი სოფელი და როგორი ბედნიერება იდგა იქ და როგორი გადმოძახილი და პატარები ზოგი რო ტიროდა, რო ეძინებოდა. ღამეს ჩვეულებრივ დილას ხვდებოდით ეკლესიაში. ყველა მიცის, როგორი დედმამა მყავდა. ხუმრობითაც ტყუილი არ იცოდნენ, აი ხუმრობითაც კი და სულ გვაფრთხილებდა. აი რომც გააფუჭო რამე, უნდა მითხრამე, რაღაცა რო ცუდად მოიქცევი, მითხარი, ოღონდ ნუ მომატყუებდა, ოღონდ მართალი მითხარი. ფანტასტიკური ხელი ქონდა თუ მე მეჩვენებოდა რომ დედაზე გემრიელს ვერავინ დედამიწაზე ვერაფერს აკეთებდა, აი უბრალო რაღაცას გააკეთებდა და აი ვფიქრობდი ნეტა ეგრე გემრიელად ვინმე რამეს აკეთებს. თქვა ეთყობა დედის რაღაცა გადმოდის სურნელი თავის საკვებიანად. ყველა მოძრაობდა რუსთაველზე ფეხით. აი მართლა სულ ფეხით დადიოდა ახალგაზრდობა კი არა მარტო. აი სავსე იყო აქეთ-იქით ხალხი მიედინებოდა, მოედინებოდა. მეც ხშირად მოვდიოდი ფეხით. აი ამდენ ხალხში ხო? ვერავის ვერ ხედავდი. მაინდა-მაინც თუ მოდიოდა ამირანი, მე ამირანი მამახსოვდებოდა. აი ეს დაჯღანული ხევსური. ან მიდიოდა, ან მოდიოდა და ეს ხო ამირანია. აი ესე გავიფიქრებდი. იმ 5 წლის განმავლობაში, რასაც გულისხმობს უნივერსიტეტში ყოფნა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება, ძალიან ბევრი ადამიანი ირევა შენს გარშემო, ხო? თქო, თანა კურსელები და მოსხვეები, მეგობრები და აი როცა ხდება უკვე ოჯახის შექმნა, დაახლოება ორი ინდივიდისა, ორი ადამიანისა, აქ რაღაცა განგების ხელი ურევი ასე მგონია. და განგების გარეშე არაფერი არ ხდება საერთოდ. გოდერძი ჩოხელმა როგორ გადაკვეთა, სამივე შვილი მოგვინათლა, 24 საათი ერთად ვატარებდით და ვიყავით და არიელ ხარხელაური ეს იმის მეჯვარია, გოდერძი ამის მეჯვარია. რაღაც აი უცნაური ჯგუფი იყო. ალალი, სუფთა მთის ბიჭები. აი სულ მაგას ვფიქრობ, რომ აი რამ ხიბლავდა, ამათ რატო დაუახლოვდით, ხო, რომ აი
საოცრად სუფთები, ცამდე სუფთები. ჩვენ არ ვაჯავრებთ ერთმანეთს. არა, კამათი როგორ არ გქონია. მაშინ შტერი უნდა იყო ადამიანი, რომ აი ეს თავში ერთი აზრი კი არ მოგდის. ორი სხვადასხვა სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ამირანი და სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმის, წესით უნდა თუ შედახევსური უნდა რაღაცით გავდეს ერთმანეთს, არა აბსოლუტურად სხვა სივრცეა. მაგრამ ჩვენ ხო ძალიან გვიყვარს ის, რასაც ფოლკლორი ქვია. რისი ორივე რისიც მონები გავხდით. რასაც მიუძღვენით მთელი ჩვენი ცხოვრება. და რაც ორივეს კარნახით კი არ გვიყვარს, რომ შენც გიყვარდეს რა დამეც მეყვარება. არა, რა თვითონ იმუშზე შეიძლება ტოტავიდეთ და ვიჩხუბოთ. რაღაცა ფიქრია ეს ამაში ის რაღაცა ის. ეგ არის სხვა რამე პროფესიული, მაგრამ აი პროფესიას მე ვთვლი, რომ თუ ორივეს ერთთანაბრად გიყვარს, გაგაძლებინებს კი არა, შეგაყვარებს კი არა, ვერ დაეხსნები ერთმანეთს. ეხლა როგორ მოუწოდო ყველას, რომ ვინც რა პროფესიის ხართ, იმ პროფესიის ცოლი შეირთე და იმ პროფესიის ქმარი შეირთე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთი აი ძალიან დიდი სიყვარული ჩვენი საქმისადმი აღმოჩნდა ჩვენი სიმყარის და ჩვენი რაღა დროს ჩვენი სიყვარულია. მაგრამ ცოტათი რომ ავად გახდა ამირანი, მე ძალიან შემეშინდა. და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მძიმე იქნება ცხოვრება. ლექსი არის დარდი. და ის დარდი გიგროვდება. მე ეგეთი ვარ. მე ესე ვერ დავჯდები რაღაცა პოზას ვერ მივიღებ და დიდი მწერა და რაღაცა მეცინება რაღაც ფოტოებს რო იღებენ მე. აი რა უნდა. ეგ ხო სხვა რამეა, ის თავისით რაღაცა დროს დაგროვდება და მე არ ვიცი ვის რა მეთოდი აქვს. ვინ როგორ მეცადინეობს მაგაში, მაგრამ მე არ შემიძლია, რომ აი რაღაცა ეხლა ამას და მე არც ვიცი როდის რას დავწერ. უბრალოდ აი ჩემთვის ვარ. და მე დამიწერია 24-იც, 30 ლექსიც. არც ერთი ერთმანეთის მსგავსი. მე როგორ არის, იცი რომ აი როგორც აი მარწუხებიდან რო გამოეხსნები და როგორც კი ამას გადაიტან ქაღალდზე, მე ხარ აი ჩიტივით ლაღად. უნდა დავიბრუნოთ სიყვარული. უნდა ჩვენი ქვეყნის სიყვარული უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში. ჩვენი აი წარსული კი არ არის, ჩვენი ფესვებია ის ყველაფერი, რაზეც ავშენდით და რაზეც საუკუნეები გვამყოფა უფალმა. აი მითხრას ვინმე ჩვენზე შევრდომი ერი. ვეფხი და მოყმის ბალადა რო გაქვს. და დედამიწაზე არც ერთ ხალხს რო არ აქვს მიმსგავსებულიც კი, სადაც მოყმის დედა ვეფხვის დედასთან მიდის სამძიმრის სათქმელად. მეტი რა უნდა გქონოდა ამ ქვეყანას. 10 მაგარი პატრიოტი არჩენს დედამიწას. თავის ქვეყანას 10 სწორად მოაზროვნე. ბევრი არ უნდა. და მე ხა ასობით რო გამოვლენ, არ უნდა მქონდეს იმედი. 45 წელი უნივერსიტეტებში ლექციები მაქვს, ჯავახიშვილში მქონდა 22 წელს, ახლა საპატრიარქოს უნივერსიტეტში. სულ ვარ სტუდენტებთან და ვასწავლიდი გერმანულ გიმნაზიებში ყველგან ფოლკლორს. აი ზეპირად ვიცი, როდის მატყუებს ბავშვი. ან იგონებს, ან რაღაცას აფერადებს, რომ არ შეატყო, გაპარებს. აი ეხლა ვხედავდი, ისეთი ჭკვიანები ისხდნენ. აი ლაპარაკობდნენ სამშობლოზე. განა ის, რომ ვინმე მუთხრა, რომ აი ესე უნდა ილაპარაკო. არა, თვითონ ესენი ფიქრობენ, რაღაც უცნაური რაღაც, აი მეტირებოდა, ვიჯექი და ვტიროდი. აზროვნება წამოვიდა სრულიად სხვა სიმაღლეზე.
ეს თაობაა ეგეთი. ქართველი ქალების ნახევარი, ლამის ნახევარი უცხოეთშია წასული სამუშაოს საშოვნელად და იმისათვის რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს, უკმაპური ჰქონდეს. ამაში ბრალეულობა დიდია მამაკაცებისა. მამაკაცმა ისე უნდა აწყოს საკუთარ სამშობლოში ყოფნა, ცხოვრება, არაბის არ ულხინს ჩვენ ეს თქვა და ვაღიაროთ, რომ არ იყოს აუცილებელი მისი მეუღლის წასვლა უცხოეთში და წლობით იქ ყოფნა. მე ჩამოდის იქიდან ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი, დაძაბუნებული, შეიძლება დაავადებულიც ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და მე უკვე გვიანია ხოლმე. აი ამიტომაც ერთ-ერთი მტკივნეული მხარე, მტკივნეული წახნაგი ჩვენი ცხოვრებისა ესეც არის. ძალიან დიდი რიცხმრავალი ოჯახები იყო იგივე სვანეთში, სვანეთის სინამდვილეში. როცა ერთ მაჩუბში, ერთ დიდ კოშკში ცხოვრობდა 30 და 40 ადამიანი და დისკომფორტი არ ჩანდა იქ, არავინ დისკომფორტს არ განიცდიდა. სამაგიეროდ ხდებოდა შედუღაბება მათი დამოკიდებულებებისა, ყოველდღიურობასთან. და ჩვენც დღეს უნდა ვეცადოთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ცოტა ხნით მაინც ვამყოფოთ წლის განმავლობაში, ვთქვათ, სოფლად. ანდა ქალაქში უფროს ადამიანებთან მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარე პირადად. ჩემს გარშემო მყოფ ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და მათ მშობლებზე, მათი მშობლებიც დიდი ასაკობრივი ცხოვრებით არ განირჩევიან, ხო? ეს ასაკობრივი დაყოფა და ძალიან კარგია, როცა ისინი ფიქრობენ სამშობლოზე. მათ მე მგონი მეტი არაფერი ისეთი ინტერესები არ აქვს, აი მესჩანური რაღაცა წაგება მოგების კუთხიდან უყურებთ და უზომავთ ხანდახან. ისინი ფიქრობენ ძალიან ღრმად და ძალიან მტკივნეულად და მათში არ არის თქვათ რაღაცა ბრაზი და ბოღმა უარკიტო არ არის ეს. პირიქით გაღიმებულები, გაცინებულები და ცდილობენ თავიანთი მამების ასაკის ადამიანებსაც და დედების აი დამოკიდებულება და შეხედულებანი შეაცვლებინოს. ამას ცდილობენ და ხანდახან ძალიან კარგადაც გამოსდით. ნატურა ქვეყნის სულიერი სიჯანსაღე და სიმშვიდე, რასაც ნატურობს ყოველი გონიერი ერი და ადამიანი ცის ქვეშეთში. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე ან ჩვენი ტელევიზიის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გემშვიდობებით.